სალამი რობი. როგორც იქნა? ანუ ამ მომენტს ძალიან დიდი ხანია ველოდებით. ძალიან შინაური ადამიანი ხარ და უღრმესი პატივისცემა და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში როგორ ხარ შენ თვითონ? აი ვიც ჩვენ გვისმენს, ვიც ჩვენ გიყურებს, ყველას აღბრთოვანებული მადლობა მინდა უთხრა, რომ ახლა ვინც ჩემს გარშემო ხართ და მუშაობთ, აკეთებთ თქვენ საქმეს, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებთანაც მომიწია ურთიერთობა, შემოქმედებითი და ასე შემდეგ. და მიხარია, რომ და ძალიან მახარებს ეს ამბავი, რომ აქ დღეს მოვედი და ყველა ერთი მეორეზე და ერთად აღებული საუკეთესო ადამიანები და მეგობრები ხართ ჩემთვის. აუცილებლად მინდა აღვნიშნო და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქაოს ბარს, რომელმაც ძალიან კარგი სივრცე მოკლედ დაგვითმოდა. მადლობა აი ამ ყველაფერში დაგვიდგა გვერდით და დიდი მადლობა ქაოს ბარს. ეხლა უნდა დავიწყო მოკლედ ძალიან ისეთი მომენტიდან, რა სპეციალურად არ ველაპარაკე, რობის რაღაცა მომენტი გქონდა ისეთი, რომ ეგ თემა ჩამოვარდა დიალოგში ესე შევედით და არ ვიცი საერთოდ როგორ მოხდა თქვენი კავშირი რა, ანუ საიდან დაიწყო, შენ როგორ მოხვდი, თან ვიცი რა ძალიან პატარა იყო ნიკა. 19 წლის ალბათ, ხო? ხოდა არ ვიცი მოკლედ ეგ ისტორია და მართლა ძალიან მაინტერესებს და გულწრფელად ესე დავტოვე ღია საკითხად რა. ალბათ თვითონ თავისი ვერსია აქვს, მე ჩემი ვერსია მე დავიწყო თუ დაიწყებ. ჩემი ბარაბანში კი შეღარდა მე დავიწყე. ჩემი ვერსია არის ესეთი. ესე იგი, რაღაც კლუბ დივანში ვუკრავდით, რაღაც კონცერტი იყო, გახსოვს სანდარო იყო. დაბადების დღეზე იყო. დაბადების დღე იყო. მადლობა ჯგუფ სანდას. ჯგუფ სანდაში ვუკრავდით და მანდ იყო რობერტი. კონცერტზე და ესე იმიტომ რომ იმათი მეგობარი იყო, მე საერთოდ არ ვიცნობდი. და იმ დღეს გავიცანი და ნუ ეხლა მაშინ ხო რობი კუხიანიძე რაღაც დავიშით არაფერი. ორ დღეში მირეკავს. რობი ვარო კუხიანიძეო, გამარჯობა მეთქი როგორ ხართ თქვენობით. ზეგ და 4 დღეშიო მაქო კონცერტიო და დაუკრავო? და შენ ამდენი წლის ხარ ამ დროს? 20-ის. მეთქი რას დავუკრავ და რავი ერთი 17 სიმღერაო. სადაც 15-17 სიმღერაო დავუკრავო და რავი ვეცდები მეთქი არ ვიცი სად შეგხვდა და რავი პირდაპირ კონცერტის დღესო მოდიო. სად ქონდა გახსოვს სპორტ ბარი რო იყო თუ რაღაც ფორმულა 1 რო ეკიდა კედელზე თუ ჭერში თუ რაღაც. იქ ქონდა კონცერტი და დამხვდნენ სალომე შვილი რობერტის ისა გობეჯა ბასისტი და გობეჯა და სალომე მამეცადინებდნენ ის მთელი დღე, ანუ საუნდჩეკი რაც უნდა ქონოდა, ის დღე მეცადინებდით რომ გობეჯა მემდა აქ პაუზა, აქ ეს რითმი, აქ პაუზა, აქ ეს რითმი და ეგრე ჩავერ 17 სიმღერა დავუკარით. და ანუ ფაქტიურად ორ დღეში, ანუ ორ დღეში დამაკრებინა. რობის მოვიდა და აი უნდა დამეკრა, სხვა გზა არ იყო რა, უნდა მედიაცია სანდროსა. კი. ხო და რობის მაინტერესებს, ანუ შენ რატო ნიკა და რატო სანდრო და აი რა საიდან მოხდა რა ეგ ამბავი. ახლა რა იყო ცე აი სანდას დაბადების დღე იყო ჯგუფის ხო, ჩემი მეგობრები არიან ძალიან დიდი ხანია რა. თბილისში რო ჩამოვედი, ხო გავიცანი მუსიკოსები რაღაცები. და დამბადიჭეს დაბადების დღეზე და ვიყავი ახლა ჯგუფთან ერთად არა მარტო მივედი რა და რაღაც ერთი სიმღერა მაშინ სვამდი თუ რაღაცა და ერთი სიმღერაო რაღაცა დაუკარიო და როავედი პროსტო თქვი ვინმე მთყვარცით პარაბლებზე დასარტყმელებზე ვინმე ამოდით მეთხარ ტყულა თქვა და იგი ამოვიდა და იმ მომენტში შენ არ გახსოვს მე მაგი როგორ დამავიწყდება რაც ხო და ამოვიდა დავიდა და აი რაღაც ისეთ სიმღერას ვუკრავდით აიას ნაის თუ რაღაცა და ამან დაიწყო დაკვრა და ხა ჩემთვის ის კი არა ტექნიკა და იგი იმდენად არ მაინტერესებს მე მაინტერესებს ადამიანის პოტენცია აი მისი მდგომარეობა როგორ უყურებს როგორ შეუძლია სიტუაციიდან ცოტა ისეთიც უნდა იყო ადამიანი რომ აი რაღაცები უნდა გეკიდოს ხო რაღაცნაირად უნდა მოიქცა და დაჯდა და დაიწყო რაღაცას. როგორ მოგძალებულად არ ხმაურობდა. და ხო უსმენ ახლა ჩემთვის რა ვიცი ეგ სულ პატარა იქნება ესენ ხო. და მაშინ ძალიან პატარა მომეჩვენა და მე ბავშვებთან რაფერა მაგიცი იმას რაღაცები ეპატიება და ზედმეტი მოთხოვნება მე არ მაქვს. ხო აი ახლა ჩემ ჯგუფში და აუცილებელი ტრადიციები და იგი არ გამაჩნია მნაირამე რა მოცემულ სიტუაციაში დაუკრა ისე რომ მივხვდი
რომ ამას შეეძლო იმის დაკვრა რასაც ჯგუფი აუთსაიდერი ტრადიციულად აკეთებდა დღემდე რასაც აკეთებს და აი სულისკვეთებას მიაგნო აი მთავარს მიაგნო საიდანაც შეიძლება რამის დაწყება ხო არის ახლა მე მაგალითად ყველა ადამიანი ყველასთან ვერ დაუკრავს ეს საქართველოს ძალიან მიჩვეული არიან იმას რომ მოდი აგერდე ერთად დაუკრავ და არ გამოდის თუ არ იქნება აი შიგნიდან თუ არა ადამიანთან თუ არა გაგრამე ასეთი ზაფივით რაღაცა უნდა გაიბას რომ იმას აი მოგიბრუნდეს და მიცე და რაღაცა ეს ურთიერთობა მეგობრობა უნდა იყოს განსაკუთრებით ასეთი ალტერნატიული ანდეგრაუნდ ჯგუფებში ნოტზე მეტად ფასობს ურთიერთობები ნოტი იკარგება და რაღაცები იკარგება იმიტომ რომ იმ ხელაზე გონებრივად შედიხარ რომ ეგის გაკმაყოფილებს ფიე ახლა მე აუთსაიდერში ვინც არ ძალიან ბევრი ხალხი უკრავდა და ყველასთან მაგ ის რომ ვიცი რომ ჩემს ზურგს მიმაგრებენ გვერდში მიდგანან და ამ ჩემს რაღაცა არაპროფესიონალურ რაღაცებში ვენდობი რომ გამიტანენ ესენი და მომივლიან მე ახლა ერთმანეთს გეტყვი ნდობის მომენტია ხო აი მე პირველად რო შეიქმნა ეს ჯგუფი უკრავდა ბაჯუ ასეთი ადამიანი რომელიც ძალიან პოპულარულია ბევრ სფეროში ანუ იმას ბრალდება ტრანს მუსიკის და რაღაცების ასეთი მუსიკის შემოტანა და პოპულარიზაცია საქართველოში ხო მეორე იყო საბავინც უკრავდა კუბრაშვილი აი არც ლაპარაკობდა არაფერს არ შეუძლია ადამიანი მოვიდა უთხარი და ზუსტად დაუკრა იგი რაც მე უნდა მეთქვა და მე ახლა მე დრამერი ვიყავი უფრო და მომიწია რაღაც ხომ და მეკეთებია ხო აი ეგ არც ვიცოდი რომ დრამერი რობი იყო დრამერი დრამერი ქსილოფონისტი არა ისე ქსილოფონისტი ვარ დედანში მაგრამ ისეთი მასწავლებელი მყავდა ბარაბნები არ მაღირსა რა უნდა ჯერ ადრია ჯერ ხელს გაგიფუჭებს და რაღაცები და იმდენი გააკეთა ამდენი და ქსილოფონი გადავაგდე ვაფშე და სასწავლე ან მუსიკალურ სასწავლებელში იყავდა აი როგორი ყიცი უკრაინელი კაცი იყო რომელიც ჩამოსული იყო ქუთაისში და ასწავლიდა მუსიკალურ ტექნიკუმში აი მისი გაზრდილი ანუ მაგი იყო იმის გიას სალაღიშვილის პედაგოგი და რაღაცები და ასეთი ადამიანი რომ გაჩნდა ჩემებმა მithnen რომ აი შე რომ ბარაბნები გინდა ამასთან მიგიყვანთო და იქ რომ მივედი იმ თან ინსტრუმენტიც მიყიდეს რა დრამი მიყიდეს იმ დროისთვის რაფერი რამე იყო იცი ჩემი დრამი იყო საწყობიდან რო გამოვიტანე ვიღაცას ეკონა შემეშალა მაგრამ არაფერი არ შემშლია დიდი ბონგებს თუ რას უძახიან ახლა არ ვიცი რა ტამ ხო ორივე დიდი დავითრია და იმას დარჩა მე მგონია ივერიას თუ რომელიღაცა ჯგუფს უნდა იყო და ორივე ნახევრად გახსნილები იყო და ახლა იგი საწყობის მაგრამ აიცოდა რას ვებულობ ამ ორ დიდს მოგიდე ხელი და ეს ინსტრუმენტი იმდენი ხანი მქონდა რაც სწავლობდი ამ ინსტრუმენტზე მე დაკვით არ დამიკრავს ფაქტიურად არ ვიცოდი ნუ იდო იმ მასწავლებელი მიხსნა რომ არ დაუკრა თორე გაგაფუჭებსო ხო ეს ჯერ ადრია და უკაკუნებდი რაღაცები რა ვიცი მაგრამ იმდენად კარგი პედაგოგი აღმოჩნდა ჩემში წამოწია რომ ჩემგან მაგი არ გამოვიდოდა მაგრამ ხო დრამერი არ გამოდიოდა შეიძლება ფიზიკურად მაგრამ ხო აი ნერვები აი ნებისმიერ ინსტრუმენტზე მე ხო მიცნობ მე იმ სრულყოფას არც მაინტერესებს მივიდე იმასაც თანახმობა რომ აი კომუნისტურატურას და კოლექტიურ ურთიერთობებზე თანახმობა და პასუხისმგებლობა მიჩემი აი ყველას კი არ შეუძლია ბოდიში გაწყვეტია მაგრამ ეგ იცი ისეთი ტიპის დამახასიათებელი თვისება ვინც საკუთარ თავში არის დარწმუნებული იმ ესეთ ადამიანებს არ უჭირთ ხოლმე მე რა აი გუნდურად და რა იმიტომ რომ აი ვისაც მე თავის თავში აქვს ეს რაღაცა და კომპლექსი თუ რაღაცა ცუდი სიტყვა მაგრამ ეგ არის რა იმ ისეთ ტიპებს უჭირთ ხოლმე როგორც წესი და ნუ რა ესე კი ხო და ამას მოყვა მე ხო და იმას ვამბობდი
მოვიდა ჯგუფში გიგამჟავია რომ დაჯდა და დაუკრა ხო რას უკრავ შემეკითხა რომ და ავიცი ამნაირ მუსიკა ამას უკრავ და დაჯდა და იუმორივით მიუდგა მას ყველაფერს რომ ამ რითმს აიქნებოდა ხა პანკი და მე აპლარი ხო და ესო ასეთი რითმიო ეს რა არისო და დაიწყო აი გამრავალფეროვნება სისულელის დაკვრა დაიწყო და გადავით მიუდგა და მივხვდი რომ ყველაფერი შეიცვალა მე რომ მეგონა ისე არის პროფესიონალის ხელში სხვანაირად აჟღერდა ნამდვილად აი ის მიიღო რა უბრალო მაგრამ ნამდვილი 2/4 თუ რაღაცა ხო და მივხვდი რომ მე ამ ინსტრუმენტს საერთოდ არ უნდა გავგარებოდი ცხოვრებაში მაგრამ ახლა ხომ და მემღერა თან სამნი ვიყავით და დამდგარიყო ნამეტანი ნაგლობა გამოდიოდა რომ ბას გიტარა ყოფილიყო და დასარტყმელი ინსტრუმენტი და მე მემღერა ხო და მოთხოვნა იყო ასეთი მესწავლა რამოდენიმე სიმღერა დაკვრა როგორ დაკვრა იყო იცი სადაც მღეროდი იქ ასე ხანდახან ჩამოვარტყამდი ხო და სადაც არ მღეროდი იქ უკრავდი რაღაცებს და ამ ფორმით მიუდექი რა ყველაფერს და წლების 1-5 წლის უკან მივხვდი თუმე რა მომხდარა დავაკვირდი რომ ბაჯუც რომელიც მე ჩემთვის ანუ გიგამჟავია აი ძალიან ერთად მქონდა ნაცხოვრები რა საბასთან იმდენად ახლოს არ ვიყავი და ბაჯუს დღე-დაღამე ერთად ვატევდით მიუხედავად გემოვნების აი მუსიკალური გემოვნების რადიკალური განსხვავებებია ლაპარაკი. აბსოლუტურად მე არ მესმოდა იმის რასაც ვაფასებდი მის აი ამაზროვნებას, მაგრამ ახლა იმას შეეძლო ტრანს მუსიკას დაეკრო, იგიც ჰიპ-ჰოპის და ყველაფრის აზერზე იყო. ჩემზე წინ იდგა გემოვნებაში. ახლა პანკს რომ უკრავ ეგ კამათი არ შეიძლება შენ გემოვნება გაქვს თუ არ გაქვს ამას სისულელი არის მაგას ლაპარაკი ახლა პანკს რამდენად დაკვრა იცის მაგ დროში კეთდება მივხვდი ანდერგრაუნდი უფრო არის ცხოვრების გზა ეს არაა მუსიკა ეს არის ადამიანს რაღაცა გაჭვალებს და ამის საშუალება გაქვს რომ ასე ამოუშვა ხო და მე წლების მერე დავაკვირდი ამას წინებზე რომ დავფიქრდი ვინ იყვნენ ბაჯუ და საბა და მაგათ ისტორიას რომელიც ვიცოდი და არ მქონდა შემეცნებული ორივე იყო ჯაზის დიდი განათლებით ჯაზ მუსიკის მიუხედავად ყველაფრისა გიგამჟავია აი ამ მიმართულებას ესკოლა ქონდა გავლილი რა და შესაბამისად კიდე გადმოდიოდა მერე უკვე აკეთებდა რაღაცებს კი რა თვითონ მიყვარდა ჯერ ვარ პირველი კონცერტი გახსოვთ აი სუპირველი აუთსაიდერის მე მანამდეც მიწევდა რაღაცების დაკვრა. ხო და აი ეს პირველი რა იყო? აუთსაიდერის პირველი კონცერტი იყო როგორიც აფერ გითხრა. ქუთაისში იყო? ქუთაისში თუ გაკეთებოდა მაგის გავაკეთე თუ სხვაგან არ გაკეთებოდა იმიტომ თუ აიტანდნენ მარტო ხო? აი როგორ გითხრა მე რასაც ვამბობდი იმაზე პასუხი ვიცი ვინმეს რომ მოეთხოვა ხო საკუთარ თავში უნდა მეძებნა პრობლემები იმიტომ რომ მე ზუსტად იგი ავიტანე სცენაზე და იმ პრინციპები დღემდე აი პირველი რაც იყო და ვისაც უნდა გაეგო ქუთაისში ვისაც პრეტენზია შეიძლება ქონოდა იმ საზოგადოებას პირველივე კონცერტზე აუხსენი რომ ჩემი აი ამ ჯგუფის მოღვაწეობა იქნებოდა თუ რაც იქნებოდა კონკრეტულ იდეოლოგიას ანუ მიზანი მქონდა რაც აი რისთვის ვაკეთებდი და ეს თქვი ისე ზოგადად და ვიღაცებმა ეს კარგად გაიგეს რომ რასაც ჩვენ ვიმღერებთ ახლა ეს არის ჩემი დამოკიდებულებას კონკრეტული საზოგადოებისთვის რომელსაც ცხოვრებაში არ ვაღიარებ და ვიქნები სულ მაგათ წინააღმდეგ ეს არის მეთქი ბოზები თქო ახლა დააკვირდი ამას რომ საქართველოში ამბობ ქუთაისში ამბობ ვის რა პრეტენზია უნდა ქონოდა როცა მე ბოზებთან ურთიერთობა არ მევასება ო, ისეთი თემა ხო და ეგ მაინტერესებს რომ მე აი ეს სცენაზე რომ არტისტი ადის და ეხა თავის სათქმელს ესე ამბობს და იდეოლოგიას აწובה ეს ერთია, მაგრამ აი სცენიდან რომ ჩამოდიხარ და მე ხო გამოდიხარ უბანში, ქუჩაში. აი მან რა ყველა თანახმა იყო იმაზე რომელი
რომელი კატეგორიის ადამიანს მეტყვი ახლა მაშინ საქმის გარჩევები აი ეს რა მაგარი ბოზია ხო არის ხო არის თქოს მაგრამ რაღაცა ის არ იყო კონფლიქტური სიტუაციები და რაღაცა ისეთი რამეა ბოზობა რომ არავისთვის მიღებული არ არის მიხვდი აი ახლა ვინ იტყვის რომ ბოზი ვარ არავინ არ იტყვის სწორად იყო რა გათვლა სწორი ხო ძალიან ისეთი იგია და ახლა მე ვიცოდი რა უნდა მეთქვამ და ამას ცხოვრებაში ვამბობდი და ახლა სცენაზე ავდექი და იგივე არაფერი არ ტყული არ მithქვამს და არავის არ გაკვირვებია просто ვისაც ეს მოდელი გადმოცემდა ეს ფორმა შეიძლება არ ესმოდათ რომ ამას როგორ შეიძლება ხო იმგენმაც მიხვდნენ რომ ჩემთან წინააღმდეგობის გაწევა ნიშნავს აღიარება კონკრეტული საზოგადოების რომელიც არავისთვის მიღებული არა ერთი ასეთი პრეცედენტიც მოხდა როგორც ერთ-ერთმა რომელმაც ამას პირველივე კონცერტზე მოусმინა ერთ ჩემ ახლობელთან რომელსაც იმ სამყაროში იყო უფრო იმ მენტალიტეტში იმასთან მიჩივლა რომ აი იქ რობერტია ოქიანძე რაღაცაო რები გააკეთა ალაპარაკდა ქალაქი როგორ არაპარაკდა ხო აი მაგრამ კიდე რა იყო იცი ჩვენ რეპეტიციებს ვაკეთებდით ჯგუფი აუთსაიდერის აი ჩამოყალიბება გრძელდებოდა 2 წელი მუშაობა ამაზე ძალიან ბევრი რეპეტიციები მე მიტოვა ასე მანიაკივით რომ ბავშვობიდანვე აი 7-8 საათი არაფერი არ იყო ანუ ცხოვრობდით იქ ახლა ამას არავინ არ აკეთებს ეგ მუსიკისთვის კი არა ისეთი ძმაკაცობა იციან და ისეთ თანაზროვნება რეპეტიციაზე კი არ მივდიოდით საქმელად იმიტომ რომ ბაჯეს ორი კონდა გასახრეთი ან გახრეთილი კონდა უკვე მე ჩემი პრობლემები მქონდა რაღაცა რაღაცა იმის მაგვარი იმას იგი და ამას შევთანხმდით რომ ბალანსი მოხდა ჩვენ შორის იმის ყურიმე უნდა დამეცვა იმას ჩემი გინება უნდა დაეცვა ის მესამე იყო ძალიან დინჯი და გაწონასწორებული ადამიანი და ეს სამი ხასიათი ერთმანეთს ჩაჯდა პრინციპმაც გაამართლა რომ ჩვენ რაღაცა კონკრეტული საერთო მას რო ეთქვი რომ ბოზების წინააღმდეგ ვარ და რაღაცა ვარ ამას შედის იმხელა იმდენი კატეგორია ადამიანები შედის იმდენი თავის პროფესიები და ყველაფრით რომელიც დღესაც ფაქტია რომ ჩანს რომ ძალიან ბევრი გაბოზებულია თავის სამწუხარო თუ რაღაცა ეგ ეს აი რობი მეუბნებოდა ცოტა ხნის რაღაც ვლაპარაკობთ ერთ რა ფენეირამდე თუ რაღაც რო გქონდა რეპეტიციები მესამე ტრიალდება იგივეო რაც გამოვლილი მაქვს რა ცხოვრებაშიო ანუ პირველი პროტესტის პირველი ტალღა ეს 80-იანების ბოლო და 90 მერე უცბად რაღაც შეიცვალა 2000-იანების დასაწყისში მერე ისევ იგივე პროტესტი ახლა ისევ შეიცვალა ახლა ისევ მესამედ გავდივარ ზუსტად ერთ და იგივე არაფერი არის სოფეხი ხო და არაფერი არ შეიცვალა გეტყვი არა ქუთაისი და საქართველოს კი არაფერში ვაში რა ადამიანებმა ჩაიდინეს დიდი დანაშაული და რატო გეტყვი აი ეს მე რაც გავაკეთე 89 აი საერთოდ თლიანი მოძრაობა რაღაცა ქუთაისი და კულტურა მიცი და განვითარება მიტოვებული ქალაქში აღმოჩნდით თეატრი იყო და არ იყო ამიტომ სპექტაკლები არ ქონდა შუქი არ ქონდა და რაღაცა ხო ოპერის თეატრი იყო და არ იყო просто ხერხავდნენ და სპექტაკლები არ ქონდათ კინოთეატრი არ იყო არაფერი არ იყო და ამას შევხედეთ უფრო პრაქტიკულად შევხედეთ რომ მოდი ეცარიელის შენობები დავიპყროთ და ჯგუფი აუთსაიდერი გაკეთდა ოპერის თეატრში იგი სოფლიოში ამნაირ რაღაცა არ მოხდება ოპერის თეატრში გაკეთდა ყველაზე ცენტრალური შესასვლელის თავზე სადაც ბალერინები და იგენოშვებიან სარკეებიანი დიდი ოთახში გაკეთდა და აი ოპერის დირექტორი ვინც იყო მაშინ მაგარი ადამიანი არც ერთ რეპეტიციებს არ გვაკეთებდნენ და როგორი იყო იცი თავიდან იყო ნუ ხმაურობთ მე უკვე სიმღერებიც რო დავიწყეთ და იგი რაც გინდათ გააკეთებთ როგორ ნუმღერი ხართ ეგი ამ პატარა ქალაქში ასე რომ ჩვენ პირველი კონცერტი გავაკეთეთ ამისთვის უკვე საზოგადოება ჩუმად
გაბრაზებით, არ მიღებით, ამაზე 2 წელი ამას ხანი პადლიდან, ხანიკედან და ბოლოს ოპერის თეატრიდან უნდა ინახეს, ეგ ყველაფერი. ამ 2 წლის განმავლობაში ადამიანები მიხვდნენ, რომ ოპერის თეატრში ხო კომპლექსები რო ესე იგი უკვე ნორმალური არის. მისაღები გახდა. მე მეორე არ მინდა ახლა დედაშვილობაზე ლაპარაკი, მაგრამ არ ვიცი, მე მგონია ვერავინ ვერ იტყვის იმას და ხმას ვერ ამეიღებს, იმიტომ რომ რაღაცა ხომ აქვს დარჩენილი ცხოვრებაში, სადაც ადამიანები ვერ შეუშვებ. იმიტომ კი არა დედაჩემი იყო. რო არა დედაჩემი, აი რა დონეზედაც არის დღეს ანდეგრაუნდის კულტურა და თუ რამე ჩვენ ჯგუფს ბრალდება, ეს გააკეთა დედაჩემი იყო კულტურის პროკავშირების თავმჯდომარის მოადგილე. და მიტოვებულ ქვეყანაში ეს მაგი იყო ყველაზე მეტი ალტერნატიული ხედვა ვიღაცებთან და თან შეხებაში იყო ოპერის თეატრებთან, ამგენთან და ამის საქმის გასარჩევა და ეგ პროკავშირები იყო ყოველთვის და ასე თუ ისე მაინც დაპირისპირებული იყო მოქმედ სტრუქტურებთან და რაღაცებთან. და ალბათ ჩემმა მეგობრებმა ყველა მიცის რომ ეს იყო სულიკო ქავზინაძის დამსახურება და რატო. მე დედისერთან რომ ვარ დედაჩემი სულ ცდილობდა რომ არ გავზრდილიყავი მარტო. და სულ უნდა ყოფილიყო ჩემს სახლში, აი სასწავლებლად რომ ჩამოდიოდნენ რაღაცა რაიონიდან ადამიანები, დედაჩემს ვიღაცები მოყავდათ ყოველთვის და აცხოვრებდა ჩემთან. განსაკუთრებით ცდილობდა რომ გოგოები ყოფილიყო. და აი დებთან ვიზდებოდი, მიხვდი? აი ამათ რაღაცნაირად სიმარტოვეში ვერ გავიზარდე და გავიზარდე საზოგადოების თვალწინ და თან როგორ იცი, ახლა ჩემი შვილი მგავს ძალიან ბევრს არ ლაპარაკობს, ბიჭზე ვიძახი, მალხაზის სალომეზე არ ვამ. ხო და აი რადიკალურად სხვა ადამიანი ვიყავი. აი ლაპარაკი მირჩევნოდა მომესმინა, ვიდრე მელაპარაკა. აი თითქოს და აუთსაიდერი და მე ერთადავლაპარაკ. მაგრამ ის ხო იყო ჩემში დალექილი ამდენი გაუგებრობა. დედასთვის ეს მუსიკა თვითონ როგორ იყო? ანუ თავი არ იყო, აი დედაჩი გითხრა რა შვებოდა, რო ვერ დაეტიენ ჩემ სახლში. ადგა და რო პადლებიდანაც რო გამოვყარეს და ყველგან რო გამოვყარეს, დედაჩემ ადგა და თავისი კაბინეტში ფარატინა ფანერკით გააყო ოთახი. ხო და იქეთ ამ სიმღერებს ვღეროდი. და იგი აქეთ ვიღაცა საზოგადოებას უმტკიცებდა რომ უნდა იყოს წესიერა და უნდა იყოს ასე და ახლა ჩვენი საქციელი უწესობა იყო იმ დროში, ხო? ხო, თან მაშინ ყველა რო რა სიტყვის, ის რა სიტყვის, ეს რა სიტყვის, ეს რა შენ რას მასწავლი, თქვა შენი შვილი რას მღერის, თქვა ამ რაღაცები და როცა კონცერტები მქონდა, აი რაღაც 1 წლის მერე უკვე რო დავიწყე კონცერტები, დედაჩემმა დაიწყო რობერტი, ახლა მე მივდივარ სოფელში. და მიდიოდა, იმიტომ რომ კი არ წვენოდა ჩემი საქციელის და იმის. ხო არა, რომ წვენოდეს არც იმ ფანერკით არ გადაკითხრა და ჩემი ყურება, იმიტომ რომ იმდენად მისმა საქციელმა იმ ხელაზე შემცვალა, რომ აი ასე სხვანაირი ტიპი გავხდი, ის რაც ნაფიქრალი მქონდა ამოუშვა. მე იმას სულ ვიტყვი რომ რაც დამიწერია მე არა ვარ მე ლექსები წერას არ შემიძლია იმდენად არალექსურია ეგ ყველაფერი იგი ჩემი ცხოვრების ამბავია რაც იმ ეტაპზე დამემართა და აი იმის თქმა და იმ ფორმით როგორც საზოგადოება იმ დროს ლაპარაკობდა არ იყო ადვილი ამბავი ძალიან ისეთი რამე იყო მაგაზე რომ დავფიქრებულიყავი შეიძლება არც მეკნა არ გამეკეთა ალბათ არის წესით ხო და დედასთვის ხო ხტები როგორი თემა ხა მე თვითონ მშობელი რო არ დედა ხო და ამას ხო რო გიდგას ერთია და თან რო ხელს გიწყობს ისე რომ რაღაცა აი პირდაპირ მით კი არა რაღაცნაირად რა ამაში ხელს რო გიწყობს რომ შენ ფრთები გაშალო რა ასე ვთქვა და თან რთულ გზას გადიოდა ძართულ გაშლაც არის მაგრამ რა სიტუაციაში უნდა გაშალო ფრთები ეგეც ხო მაგაშია საქმე რომ გარემოებას ხო გააჩნია და იმ სოციალურ დამემართა ვერცეთ ნორმალურ სახელმწიფოში მაგას ვერ გააკეთებ თან უნდა ყავდეს მაშინ აი ესეთი მეცენატების და პროდიუსერების ხელში უნდა იყოს რომ
მაგი დაგაჯერონ. ჩემზე რო ეთქვა ახლა შენ ასეთ ლექსს დაწერო, მაგას ვარ დავწერდი, მაგრამ რაც არ მითხრენ. და ჩემი საფიქრალი იყო იქ გამოუშვი უბრალოდ. მაგრამ იმის დამეხმარა, რომ ხელი შემცლელი ბევრი მყავდა ვინმე თქო, მე ალბათ ისე ვიცხოვრე, რომ ყველა ადგილზე მყავდა ისეთი ადამიანი მეგობრის გამო. ყველაფერს გავაკეთებ. ხო. ოღონდ მე იმას არ ვაპატიებ, რომ რაღაცაში მივეცი მხარდაჭერა და არასწორშიდაც დავუდგები გვერდში. არა თუ არ საკუთარ თავთან არ აღიარა ის რომ არასწორი იყო, მეორედ იგი ყველას პრობლემას შეუქმნის. და ურთი მეგობრობა იმაშია, რომ ერთმანეთს მივეხმაროთ, რაღაცა ჩარჩვებს არ გავშლეთ, რაც ჩვენ მორალშია. იგი იმათვის უკვე იგი რაღაცა ხო წარმოუდგენელია და მოდი აი არ აუთსაიდერი იმიტომ არ გაკეთებული იყო რომ კონცერტი გამეკეთებია მე მქონდა სათქმელი ჩემი პირადი საბას ქონდა თავისი პირადი უთქმელი სათქმელი ქონდა კაცი არ ლაპარაკობს ხო და ბაჯუ კიდე ისეთი ადამიანია რა ვიცი ხო რამდენი სიმღერა გაქვს დაწერილი დაახლოებით აი და რამდენი გაქვს დაკრული. მეგეთქვი რამდენი მაქვს დაკრული. შენ ხარ რასაც ეხლა უკრავს. ეტაპობრივად მე კიდე მაქვს სხვა სიმღერები რაღაცები რომ აუთსაიდერს ყავდა წინამორბედი ჯგუფები ყავდა კიდე აი აუთსაიდერს კეთება დაიწყო სინამდვილეში 87 წლიდან. და მზადებოდა ბაზა მისი ფინანსები უფლოდ ვინმე არ დაიჯეროს რომ უფლოდ რამეს გააკეთებს. იმიტომ რომ სახში ფული წაიყო საქმეში თუ არ ჩადე შეიძლება კი არ აღიარონ მაგრამ დახარჯულში შენ არ გაღორდი მატერიალურად არ შეხედე და ყველას დიდი საზრდოობა ჭირდება ადამიანს სულს აი თუ გადაგხარა იქეთ რომ აი დაიკარგე იმაში აი ფული გაქვს და ახლა რა ვქნა უკვე დარხეული გაქვს ეს არ ფული უნდა კონდეს, მაგრამ ამ საფიქრლამდე არ უნდა მიხვიდე, ან მეტი ან ნაკლები დამემართება, ან გააგზელი აქამდე თუ მოდი და გააკ 2 კაპიკი, ხო ესე ნიშნავს, რომ ეს 2 კაპიკი მაინც გიქნება, სულ და ვიღაცას ხან აქვს 2 კაპიკი, ხან 2 მილიონი. პირველი კონცერტი რომ მქონდა თბილისში, ყაზბეგში მქონდა, მგონია, ჯერ მარგარიტაზე, მე კლუბურ კონცერტზე ვიტყვი. ხო ისეთი რამ მოხდა, რომ ადამიანები იჯდნენ ნახევარ სიმღერას მოусმინეს თან თბილისში ხდება ყველაფერი ჩვენ ხო ქუთაისიდან ვიყავით და აბაშიძე დასათვილ ხო ყოფილი კინოთეატრი თბილისი ყაზბეგი ქვიოდა კლუბს თუ რაღაც კი და მაგარმა ადამიანებმა აი იქ ბევრი მეგობარი შევიძინა იმ დროს და რაფერი რამე იყო იცი ნახევარ სიმღერას მოусმინენ აუტყდა ციცილი გავარდნენ მე კოლექტიურად ფოიეში და კიდე ერთმანეთზე ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ ჩვენ ვაგრძელებდით დაკვრას. მე მეორე სიმღერის ნახევრს მე შემევიდნენ კიდე დაждდნენ გვიყურენ კიდე აუტყდა ციცილი კიდე გავარდნენ მე გამოგვირთეს აპარატურა მე ვიღაცა თბილისელმა იჩალიჩა და დვიჟოკი ეგრეთ წოდებული მოგვიტანა და ბენზინი გაქრა რატომ ყავს დვიჟოკი და რაღაც სასწაულები ხდებოდა რა და ასეთი კონცერტები ახლაც მაქვს მაგრამ რაღაცა ადამიანები ვერ გებულობენ რაღაცა მქონდა ერთხელ კონცერტი ანუ თბილისის აუდიტორია. სადა? ბანკის კონცერტი იყო რომელიღაც. კორპორატიული კონცერტი იყო. ანუ რობი კორპორატიულზეც. შენ უკრავდი უკვე იქ მოხდა მაგიდე აი ჯერ იყო და ქალაქის მასშტაბით თბილისის ბანკის სასტავით რომელიღაცა ბანკის იყო და ნორმალური კონცერტი იყო მაგრამ მეორე იყო რეგიონებიდან ჩამოსული და აი იმ ხელა გაუგებრობაში ამოყო ყველამ თავი ხო ქსაში მე კი არა მაგ რეგიონია ქალაქი დიდად ახლა განსხვავდებოდეს მაგ ერთი მეორესგან მასშტაბურად შეხედო არა მაგ არაფერი არ განსხვავდება რა ხო და აი რაფერი იყო ცოტა შიო და ცოტა რაღაც დალევა უნდა თქვი და რამდენ წაიღენ პირის საჭმელთან იმ სიტყვები გეიგონეს დაიბნენ ხო და ვერ წარმომიდგენია რობი ეხა ეგეთ სიტუაციაში რაღაცა კორპორატიული ყოველთვის არის რომ რობი კუხიანიძე გეტყვი რა მოხდა დაგვიძახესო დიმ პიტაური და ჩვენ მივედით და კაცი მიცოცავს მოკლე ანუ ეგეთ რაღაცებს ხედავთ რა და ანუ ესე იგი მე რამდენჯერაც ადრე ნუ თავის დროზე რაღაცა ლაივები და კონცერტი როცა მქონია ესე იგი ეს ქუთაისის აუდიტორია და ხალხი ანუ
იმიტომ არა რომ ეხლა რობიზის აქ და რა მართლა არ ვიცი მე ქუთაისში რაც ჩამიტარებია კონცერტი და იქიდან რა ენერგიაც მოდის და როგორი აუდიტორიაც ყავს ქუთაის არავის აწყენას ახლა ესე არ ვამბობ მაგრამ ქუთაისში არის რაღაცა განსხვავებული ენერგეტიკა არ ვიცი რა დავარქვა აი საერთოდ სხვანაირად ხვდებოდნენ ისეთი ემოციებით მოვდიოდით და ისეთი ლაივები მქონია ქუთაისში, რომ ეგეთი საქართველოს მასშტაბით მე პირადად არსად არ მქონია და საერთოდ რაღაცა ჟანრები, მიმდინარეობები, მიმართულებები, ყველაფერი თითქოს რაღაც აი ქუთაისიდან იწყება რა, ჰიპ-ჰოპი, R&B, რაღაცა ეს ქართული როკი, პანკი ქუთაისიდან მოდის რა ხდება ქუთაისში. ძალიან ისეთი შეხედულება აქვს ქუთაისზე, რომ საქმეს რო აკეთებენ ან შოუ ბიზნესს რომელიც არ არსებობს და არ ყოფილა საქართველოში და რო დაიბრალებენ რო პროდიუსერობებს და რაღაცებს აი ნეტავით ვარ წვენიათ მე ხო ვიცი რა ფერკეთება ყველა კონცერტი კეთდება ახლა გითხრა სასწაულს გეტყვი უფრო მეტი თავისუფალი სივრცე იყო შევარნაძის დროს ანუ იმ დროს ხედრიონები და ეგრე დარბოდნენ ვიდრე მერე როცა ესენი წავიდნენ, არსად არ წასულან, ეგენი არავინ არ დაიჯეროს. ის მუხტი არ მიდის, რაც ჩვენ ხელად ცოდვა გვადებს თითოეულ ჩვენთაგანაც, თუნდაც საკუთარ ოჯახებში ურთიერთობიდან გამომდინარე და შვილებთან და ძალიან დიდ პრობლემაში ვართ. და ქუთაისი რაფერი იყო, იცი, არგი რა, ჩვენ პირველად რო ჩამოვედი აქ და ყველა გვიყურებდა ყურივის ქონა გახვრეტილი და რაღაცები დაგვინახეთ ჩვეულებრივი ქუთაისელი, ნუ მაგათთვის ჯერეთ ქუთაისზე იგი თქვა, რომ რაღაცა თქვა 3500 წლის ქალაქიდანა ვარ. ჩემი ავტორიტეტი და ჩემი მენტალიტეტი არ განისაზღვრება კონკრეტულ პიროვნებებიდან. ჩემთვის არის მე ვარ დინოზავრების ქალაქიდან. მოვიდეს და ვინმე ახლა გამწეს იმაზე პროტესტი გამომითქვას მე რა შეარ მოგწონდა რა შეშია დინოზავრი. ეს მე ვიქნები დღეს ცოცხალი და როდესმე აღარ ვიქნები იქ ბაბუა ჩემი იყო, ბებია ჩემი იყო, ხო იმ ქალაქს აქ მე ვიცი ასე თქმა რომ რუკასო დავხედე ერთხელ საქართველოს რუკა დას დაგვჭა იმაზე ლაპარაკი აი სად მოუწია როგორც აი ფიზიკურად სად იმყოფება ქუთაისი თბილისი არის გულთან ახლოს აი ფიზიკურად რო შეხედო აქაა რაღაც იქ ეგია ხაშურება იქ ხო ყველაფერი კიდე ქუთაისი არის სადისი ჭიფთან ცოტა დაბლა ჭიპიდან აი ამ ხელაზე დაბლა ძალიან აჩახვიდა თქვენ თორე არ გამოვაკა აი ამბავი და ეს ადგილი უკავი ანუ ეპიცენტრი არის რაღაცეების არის კიდე რაფერი იცი ასე რომ მოიხსენიებენ ხოლმე ქუთაისში ახლა როგორ გითხრა ცისფერყანწელებს რო იტყვი ადამიან რომელმაც მის მერე მე არ ვიცი რა ხდება მწერლობაში მაგრამ არა მგონია ვინმე ერთეულები იქნებიან ვიღაცები რომელსაც ისტორია ჭირდება და იმის კიდე დრო ჭირდება რომ იქ გამოჩდნენ მაგრამ ხო მოკლეს ყველა ხო ეგეც არის ფიზიკურად გაანადგურენ ეგეც არის კი ხო ეგი მოხდა ხო ეგიც ისმერყანწელები თუნდაც ქალაქური სიმღერები მე გითხრათ იმისი რომ რამე ზეგავლენა მოახდენა ჩემში მე განსაზღვრული მქონდა რა მუსიკა დებიშხნელებს დიდი დამსახურება ხო მაგრამ მე გიხარ ჩემთვის რო გითხრა რამე იმას წვითავდა არა მეც აი მაგ მუსიკასაც ცოტა ალტერნატივა მოუძებნე და დავფიქრდი რატო იყო გაკეთებული რისთვის იყო ვის უმღეროდნენ რაზე მღეროდნენ ხო ამაზე დავფიქრდი მივხვდი რომ იგი ჩემთვის არ იყო აუცილებელი და დაავცილებულიყავი მაგას მაგი ჩემი საქმე არ იყო მაგ მუსიკა აი ქალაქური ბანტოჭკიანი გიტარა ბოლოს და ბოლოს არ მიიყვანა კაი შედეგამდე იმ ისტორიისთვის კარგი არის მაგრამ მაგამ სამწუხარო პროგრესი განიცადა მე ახლა მაგილო ჩამოვთვალო ხო იცედაც მე ყოფილი რამდენი გადამტერებული ყავს და ოჯახურ კლანამდე დავალ მოკლედ გეტყვი სახელების და გარეშე იმის გარეშე აი ბავშვობა გავატარე ახალგაზრდობა გავატარე 5 გოგო დაждდებოდა პიანინოსთან და ზლუქუნებდნენ აი ეს იყო ის კულტურა რომ აი გაუგებრობა იყო კი უყვარდა ვიღაცა მაგრამ აი რაფერი რაღაცები ხდებოდა საბჭოთა კავშირში 5 კაცი იდგა და მღეროდა სიყვარულზე
და ერთმანეთს და უღიმიან. აქ უკვე ადამიანის ბავშვების უფლებები ირღვევა, მოზარდების უფლებები ირღვევა. თუ მასე უნდათ რომ გაყვან ჩოხა ახალუხით, ხო, აქ უკვე უნდა დაიცვა ერთდროულად როგორ უნდა ჩუმა ჩაგიყვან მინდორში, ჩუმა დაგისხან ღვინოს, ანუ აფსო, ანუ აღარ მინდა ხა მეც რომ ეხლა არ არის ამის ამდენი დრო რომ მაგ ყველაფერს ჩავყვეთ, მაგრამ მართლა ანუ რაც რო გაშიფრო, რაზე მღერეთ და რა ანუ ესე იგი მემკვიდრეობით რაც მოყვება და ეს რა მართლა ეს სუფრული კითხე ერთი რამე აი ვარდების რევოლუციის მერე დააკვირდი ახლა მე იმაზე პარტიებზე არ გელაპარაკებ და ჩემს ყველა პარტია არის ერთი პარტია რომელმაც შედეგი მივიღეთ ამნაირი მოდი ახლა იმაზე არ ვილაპარაკოთ რომელი პარტია რომელი ჯობდა არა არ არის ასე აქ რაშია საქმე იცი საკანო რაც არ არსებობს სკოლა იმას თუ არ გაიარე ან ვინმე თუ არ გასწავლა ვერაფერს ვერ იზამ და რას ვერ იზამ იცი აი ერთხელ იყო ასეთი რამე მოხდა რაღაცა ერთ სიმღერას უნდა გაემარჯვა და იგი ვიცოდით ყველა მუსიკოსებმა და მაინც მოაწყვეს იგი რაღაცა კონკურსი და ჩემი სიმღერა წაიღეს ანუ მითხრა შენი სიმღერა მოგვეციო და ბიჭო რა თქინდა ხო ვიცი რომ მან გაიმარჯვა მაგრამ აი ეს ასეთი რაღაცები ისედაც ტყულში ვიცხოვრე და მე რომებიდან კიდე ტყულები შემომთავაზენ მაგალითად მითხრა ასეთი რამე მზე გადაცემა იყო ასეთი გემახსოვრებად და ისა თავისუფლები ვართ ყველაფერი ვართ ხო ვარდების რევოლუცია მოხდა და ჩემი სიმღერის გარშემო ატეხე სიმღერა რამე დამდეს სიმღერამ გაიმარჯვა და ჩემი სიმღერა ტოიჩიშიო აკლავ მაგნარი სიმღერები შენ რომ გერი ხარო მაგი დამთავრდა ახლა სუმში რამეს აი მიხვდებით რაზეა ლაპარაკი ანუ პროტესტიო ეხა დამთავრდა აგი იქნება ომიო და იგი აღარ არისო დააკვირდით როგორ ერთმანეთს ის დრო და დღევანდელი დღე როგორ ყველა ერიდება ომს ეს არის რეალობა ომში ყოფილ ხარ? ომში არ ყოფილვარ, მაგრამ 40 კილომეტრი მქონდა საშუალება კავშირ გაბულების ნაწილში ვიყავი და იქ იყო რაფერი პრინციპი, შენ უნდა იყო მტერთან მოცილებული 40 კილომეტრით, რომ შენი სიხშირე არ გადავიდეს. სად ხდებოდა ეს ყველაფერი? აფხაზეთი 91 წელს მე ვიყავი იმაში პირველი ქართული გვარდიის ყოფილი ოფიცერი. მოდი, ხო. ისე რუსული არ შედაცვალ ნამყოფი. იგი როგორც დედის ერთა ასე გამიმეტა დედაჩემმა. და რა რუსეთში რომ მაშინაც იყო დედის ერთები არ ანუ მიყავდათ შოუ. არა, შეიძლება და მაგაზე ცოტა პატარა რამე უნდა და ან ფულს გადაიხდიდი ამ ტერფიანი იყავი და ან რაღაც ასთმიანი და რაღაც დედის ერთა იყავი ან და შეიძლება გეჩალიჩა მშობელი იყო ცუდად და რაღაცები და მოსული პონტი იყო რა, მაგრამ დედაჩემმა გაგიშვა. აგერ ახლოში პეტერბურგში. აგერ ახლოში. იმდენი ხანი მიდიოდი გზაში, იმდენი ხანი მიდიოდი მე თქვი სამშობლო მართლა დავკარგე. რამდენი კილომეტრი იქნა პეტერბურგამდე ხო? ძალიან დიდი ჯერ მიგი მატარებლით, მერე მანქანით, მერე გრუზავიკით, მერე იმითი და ბოლოს მივედი და ბევრი დუშიშები იყო დასაბალიგენ და რო შევედი და წითელს მოვიშვი ხელიაზე, მომატე და რო შევედი, შიგნით იყო ცივი წყალი, ცხელწყალს გარტმარში არ იყო არავინ. ასე დაინგრა ჩემი ბავშვობა. და იმაზე ვფიქრობდი, აქედან როგორ დამეცვა ჩემი სამშობლო. მთელი უბედურება რაშია, ჩვენ ვერ არ ვაღიარებთ იმას ვინა ვართ. ჩვენ იმდენი ვიყვირეთ, აი ქართველები ვართ, ყმილზე ვართ გადაცული, არაფერს რეალურს არ ვაკეთებთ. კიდე იქამდე მივდივართ, მე მაგალითად დავდგებოდი, ეხლა და რამე კულტურიდან, აი მუსიკაზე ვლაპარაკობთ, ხო? იმას კი არ შემინახავდი, დავდებდი კაი მუზეუმში იმას. ჩონგურ, პანდურს, დიპლიპიტოს, მაგრამ მე ათელი აზრს გადავიტანდი რაშიცი, ამისგან ამომეღო მაქსიმალურად ბგერა და ეს ბგერა შემენახა. ხო. და ამაზე დამეშენები ახალი ჩონგური. ხო, განვითარებაც არის, კი ბატონო, განვითარება. პროგრესია რა. ახლა მე მაგალითად ზუსტად ვიცი, ხო წვალობენ ამაზე ერთადერთი ადამიანი ახლა არის, რომელსაც სწორად მიუდგა ამ ხმას და ტექნოლოგიურ განვითარებებს და ამას ნიაზ დიასემძიმ შეაერთა იგი ტექნიკას შეუერთა ეს ყველაფერი, ხო? იცვალა ამისთვის. ჩემ თვალწინ ახლა მე და მაგი ჩემ თვალწინაც ახლა ჩვენ სამი წელი დაახლოებით ერთი გვერდი გვერდ გქონდა სარაბეჭდობაში ვიყავით. ნიაზმა საერთოდ ჟანრი და მიმართულება
ჩაუშვა რა ქართულ რეალობაში, რომელიც აბსოლუტურად ნიაზის ხელწერა არის და მე მოყვა ძალიან ბევრი ახალი თაობის ჯგუფები და მუსიკოსები, რომლებიც მე ნიაზის ხას მიყვებიან და აი ახლა ეგ მაინტერესებს და ზუსტად რომ ეს ახალი თაობა და სხვათა შორის ქუთაისის ახალი თაობა ანგები კი აი ხა მაგალითად open air-ზე ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცასთან ლაპარაკი აი მაგ რასაც მეუბნები ახლა ჩემთვის საფუძველს იძლევა რომ წინასად მეტყველი ვიყო თქვენ წინაშე ზუსტად ის ხდება რაც 90-იან წლებში აი მაგას იცახს მესამე ტრიალდება იგივე თქვენ გეუბნებით ახლა წელიწადი აი ბავშვობაში ნაძვის ხერო იყო ბაღში რომ დავდიოდი ეწერა ასე 1900 ეს წელი და 1900 მომდევნო წელი ხო ახლა რომელი წელია კი არ ზუსტად არ მაგრამ 2025 ასე 2025 და იქით უნდა მიაწერონ 1991 წელი. აი დამიჯერეთ. აი ისეთი ნათელია, რომ ტანსაცმელები აცვიათ და კიდე შუქი გვაქვს ბევრჯერ. ყოველთვის პრობლემას ქმნის თაობისთვის. ახლა რა გაურკვევლები მე სახლებში შეიხედეთ და მამა შვილს ველაპარაკება, შვილი იმას ველაპარაკება და ვაფშე ერთმანეთთან ურთიერთობა არ აქვს. უფრო მეტი ჩემთან აქვს შვილებს ურთიერთობა და სიმართლე ჩემთან ლაპარაკობენ, ვიდრე თავისუფლებთან ლაპარაკობენ. იმიტომ რომ ის დაკარგენ, ისა უფროსია, უმცროსი, როგორ შეიძლება უფროსი შვილზე მეტი თანამედროვობაში ვისთან უნდა იყო. აი ბავშვებში და არაფერი თავის დასამცირებელია რა იმაში რომ ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა და რთულიც არის. როცა ადამიანი მოდის ბავშვი და იმას რო ავიწყდები შენ რო ხარ მამის ტოლა ან ბაბუის ტოლა ეგი რო დავიწყდება იმდენ სიმართლეს ლაპარაკობს 91 წლიდან განსხვავებით რა არის იცი ახლა მეტი პრობლემა დაემატა იმაში რომ უფსკრული გაჩნდა თაობებს შორის იმიტომ რომ ინფორმაცია მიიღენ ბავშვებმა სოციალურ ქსელით გაიზარდნენ და ვაფშე ინფორმაციას იღებს ახალი თაობა ჩემი შვილი საერთოდ ან დაფრინავს ამ ინფორმაციას როგორ შეიძლება ჯამთელ ადამიანს ასეთი არაჯამთელ სახელმწიფოში ხო კონდეს ამხელა ჯამთელ ადამიანს ავადმყოფობა სხვა არის კიდე რომ ამ ხელა ყანწი გიკავია და ხონჩები გიკავია რომელი საუკუნია და ეს ადამიანები ეგ ყველას დაემართა აი ერთი მაგარი მიტინგი ვნახე ამასინებზე იმათი იყო განათლების სტრუქტურა იყო გამოსული სამსახურო დაკარგენ იმიტომ კი სამშობლო სიყვარული აქ აფიშვაში არა აქამდე უყვარდა და იქ რაღაცა შეუქმნენ რაღაცები და აქედან მოდიცი რა მაგარი სანახაობა იყო აქედან მოდის ეს განათლება და იქედან მოდის გაუნათლება და შეერთენ ერთმანეთს და ძალიან მშვიდობიანად დამთავრდა რატო იცი აქეთ იყვნენ პედაგოგები და იქეთ იყვნენ ამათი გაზრდილები ამას როგორ უნდა შეხედო ახლა პოლიტიკოსი რო ხარ ვისთან გაქვს საქმე ჩვენ რეალობაში რო დავბრუნდეთ აი არტისტმა რა საქართველოს რეალობაში რომელიც ქმნის მუსიკას წერს რომობს დადის არეპეტიციაში რა ვიცი გააკეთა 1-15 სიმღერა და რაღაც ალბომზე მუშაობს რა აი რა ქნას ამ არტისტებმა ქართულ რეალობაში რომელსაც ფაქტიურად მართლა არავის არ სცალია რა და ან ესე იგი პოლიტიკურ ჭრილში თუ პოლიტიკურად რაღაც მიკერძოებული ტიპი არ ხარ გშია მაშინ თუ რაღაცა შენით აკეთებ და შენსაც აკეთებ, ფაქტიურად ძალიან ისეთ გზას გადიხარ, რომ ფაქტიურად წარმოუდგენელია რა. აი რობი, აი ეგ უნდა მეთქვა, აი რობი, რას ეტყვი ამ არტისტებს, ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც არაფერი უნდა გადარჩნენ ელემენტარულად. არა, არტისტებთან მე საერთოდ არაფერი შეერა ვარ, მაგი კარგი რამ მეთქვი. ჩემ თვალწინ რაღაც სამ ეტაპად მოგები ყველაფერი დაყოფილი იმას აქში ვარ თქვა ახლა. აი მოდი ასე ვთქვა არტი ხო? არტი რას ნიშნავს? ხელოვნებას. ხელოვნება. ისტი რაღა. ხელოვნების მიმდევარი. ნუ კონკრეტულად მე ამ შემთხვევაში კონკრეტულად ახალგაზრდა მუსიკოსებზე. აი მე მიჩვენე ადამიანში უფრო ხედავ ნამდვილებში და იმაში როცა ადამიანი არის დაკავშირებული შემოქმედებასთან. კი ბატონო, შემოქმედება. და ხელოვნება და შემოქმედება, ხელოვნება უფრო რაფერი რამეა, იცი?
აი სახელმწიფოს რო ჭირდებიან ფართო მასებისთან რო გაქვს პრეტენზია რომ შეტენო შენი აზრი და სტადიონები რო გჭირდება და რა ვიცი მე 1000 უბედურებები ხო და კიდევ მეორე მხარე როცა შენ აკეთებ ან რაღაცას კმედებ რომელიც შენს გარშემო ადამიანების უთქმელ სათქმელებს ამბობს. ზოგი ასე უყურებს. ახლა არა, ძალიან კარგად, ნამდვილად კარგად. ახლა ამიხსნან შემოქმედი ადამიანი. ხო, აი, მოდი რა ფიროსმანი ჩავთვალოთ შემოქმედად. თუ ვინც ვერ გამიგებს, ვერ გამიგოს და არც გაიგოს არაფერი. ხო, არა მხოლოდ ეგა შემოქმედება, რომელისგანაც შენ მასების ყურადღების ეს არ ცალია, უფრო მეტი სანერვიულობა გაქვს, როგორ იურთიერთო მასებთან. კი ბატონო. კიდე ერთი ისტორია დაახლოებით რომ მოყვე ახალი წელი იყო ქუთაისში უკრავდით. და ჩვენამდე ვინც უკრავს, ეს მთელი ქუთაისელი ბავშვები ამ ასაფეთქებლებს ესვრიან ფეხებში, იქ მრავალჟამიერ და ცეცხლი უკიდია წვერზე ტიპს და აი უბედურება ხდება რა. წაიგი და ცეცხლი იმას. აი ესე დაუმიზნა ვიღაცამ და ეგრევე ეს სახეში ესროლა. და ეს ხდება და ჩვენ უნდა დავიდეთ და დავუკრათ რა. და მე არ მინდა რომ ავიდე, იმიტომ რომ ჩემამდე ვინც იჯდათ რა, მე იმის რა ქვია, სკამის ქვეშ ასაფეთქებლებს უყრიდნენ და ფეხები ქონდა სასწავლებელი მასხალა დაუბრუნა გახსოვ? ჩემთვის ესროლა ზემაგი და მოგიდა ხელი და დაუბრუნა უკან. ვიოლინო დაიჭირა ხელში მე გადაუგდო და მე რაღაც ეს ბავშვები უკან ვინც იყვნენ, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა რა. ეხლა არ მინდა რომ ავიდე და დავუკრათ, თან მაგრაცივა და მიზეზიც მაქვს რომ აღარავით წავიდეთ სასტუმროში და გავიდა რაღაც სცენის კუთხეში ჩაიკუზა ამ ბავშვებს ამ ბავშვებს დაუძახა და 30 ბავშვი იყო რა, ყველა ერთად წავიდა. ანუ ის კი არა ხალხში გადმოვიდნენ უსმენ, ყველა ერთად ადგა და წავიდნენ. რა უთხარი იმ მომენტში იმ ბავშვებს? აი მაგის რაღაცები მაგ მომზადებული, იმიტომ რომ ამ ბავშვებთან რო ცხოვრობ, ხო? შენი გამოცდილება იმას ემატება, რომ ერთ რამე რო დაგევასება, ვიწყებ მე ამაზე უკეთესი რა მოვიფიქრო. ხო და აი რო გავუტოლე ერთხელ მარკეტინგში იყო ამნაირი სიტუაცია. კი. გახსოვს ხო, ყველა რო გაიქცა თავის ოპერატორია, ყველა მერის მანქანა და ჩვენ პოლიციები და თელი მარკეტინგი. დაგვიპირისპირეს. ეს რა უბედურება იყო, იცი, აი ხო, ეგრე იყო ზუგდიდშიც ყველგან ბევრ ადგილას ხდება, ეგ რომ უცბად ყველა ჩამოგეცება და ერთ გზაზე მიდიხარ 4 კაცი. ისეთ აი იქ მაგალითად ზუგდიდში თბილისის პოლიცია მომცა პადეშკა. ანუ მხარდაჭერა და იქაური არ მიშვებდა, სცენაზე არ მიშვებდნენ, რა. ეგრე მარკეტინგშიც ეგრე იყო. მე მოიტყუეს რომ ვითომ შევიგინე თუ რაღაცა და ღმერთმა დავიმფაროს და ხლა გოიმი მნახეს მე რომ რომელიმე ქალაქ შევაგინო, ქალაქი არა მე მიყვარს ერთად ასე გულში მაგ ჩახუტებული რა რომლის სახელია და უძახო. მაგის გამკეთებელი მე არა დახვარდა ვიწყო დამბრალებს დედაც არა. ეხავს ხო და აი ეგ ერთი ამბავი იყო. ერთი იყო კიდე ბევრი იყო, ბევრი იყო. არ დაგვეკრა, იმიტომ როკეროში კებს ურტყამდნენ. და ჩვენ წავედით დასაკრავად. და აი რაღაცები ხდება რა, ვინც უნდა გვესწროლოს წინ დგას ახლა მეთქი ხო ვიცი დამწხებენ და თვალი აი შენ არ იყავი, მაგრამ მე კაკი და იგი ვიყავი. გობეჯა. და მაგარი მანქანაში დავთვერეთ, იმიტომ რომ ვიცოდით რომ ჩხუბი უნდა ატეხილიყო. ხო და ვიღაცა ჩვენიანი ცემეს. წინა დღეს ახალი წლის კონცერტები იყო. ხო და სივა რა სახს და ყველა მირეკავს არ წახვიდეთ რა გესვრიანო და რაღაცები და მე გავიგო რომ ვიღაცა ჩემიანი ცემეს არ ვიცი ბულია თუ ვიღაცი ჯგუფს ესროლე და რაღაც ქვები და რაღაცები. და სვამ დივანში მაიტა მეთქი აი ეს სმის პერიოდი კიდე აი რობი რომელმაც ამდენ რაღაცას მაინც თავის სათქმელსაც ამბობდა ამდენ რაღაცას მიაღწია. აი როდის მოვიდა ის პერიოდი, რომ რატო დადგა სასმლის პერიოდი ცხოვრებაში? აი რა. ნე ეს ძალიან ჩაუბრები. მე არც ვამდე ძალიან დიდი ხანი, ანუ ბავშვობიდან არც ვამდე და დავიწყე ალბათ 24 წლის შეიძლება, აი დაბლი ერთი ჩიკა. ხო, თან ესე გვიანა საქმეა. მაგრამ სერიოზულად სმა დავიწყე აუთსაიდერთან ერთად.
მე მახსოვს რომ მე რომ მოვედი ხა მე არამსმელი, მე სამ რომ მოვიყვანე არამსმელი ასევე და დარჩა იმის გარეშე რა ქვია ამ ყოლის მე სუფრის გარეშე დარჩა რა იმას მაგ პერიოდში კიდე ეს ის პერიოდია თქვენ რო ჯერ ის პერიოდია აუთსაიდერის პირველი კონცერტები რომ გაკეთდა მოსკოვში და პრიბალტიკაში გაკეთდა ასეთი ორი და იქ შევეჯახე რას იცი ისეთი ადამიანებში მომიწია განსაკუთრებით ესტონეთში რომ აი ნამდვილი პანკები დავინახე ვარ ცხოვრებაში არ ყოფდა რა ნახე და არც ცოდი პანკი რა იყო არც მაინტერესებდა ვიცოდი რომ ჩემ ძმაკაცებში ვამბობდი ამას ყველაფერს და იმ ხელაზე ვინაგლე სცენაზე გიტარით ხელში დავჯიგი ბარაბანში ყობა მინდოდა აცდა ყველაფერი ხო და აი ერთი კითხვა მაქვს მე ბოლო და დავასრულოთ ამით რა აი რობის თაობა ხო ირაკლი ჩარკვიანი, რობი კუხიანიძე, რავი ლადო ბურდული, დადიანი, კი ბატონო, რავი სერგი გვარჯალაძე, რავი რამდენი არის, ხო? აი დღეს ახალი თაობის მუსიკოსებში, ახალ მუსიკაში არის თუ არა იმის პოტენციალი, რომ ესეთი ადამიანები და ესეთი შემოქმედი მუსიკოსები დარჩნენ. აი ამას ხედავს თუ არა რობი? აი ეს მაინტერესებს. იცი რამდენი არიან ახლაც? აი ამის გაგება, ამის მოსმენა მინდოდა. ძალიან არიან, ჩვენ პოსტ გვაყურებიებენ იმას, რაც მოდი ასე ვთქვათ, გინ ტელევიზიით, გინ ფესტივალებით იმას, თავის გემოვნებით და პოლიტიკური თვალსაზრისით მისაღებ ჯგუფებს. მოდი ასე გავაგრძელებ და პატარა ხანში გავჩერდები უცებ. მოკლედ გეტყვი. უფრო ჭარბობს სულ ერთი არაზღერის როგორ ინგლისურად და აი ისეთი რამე რომ აი შეაწუხებს რა აი ეთკინება რა ამ ჯგუფებით ხო ამით ნაფიშირებ საქართველოს იმნაირი რამე მოხდა იმ 2000 წლამდე 96 წლიდან მე თავიდან დავიწყოთ 80-იან წლებიდან იგი ცოტა დრო არ არის დღემდე ეს ეპოქა არის ლადო ბურდულის ირაკლი ჩარკვიანის გმირების იცი რა არც ერთი აზრი არ ვიყავთ ეს ვაკეთებდით მაგრამ ერთი მიზანი გქონდა ჩვენ არ გვინდოდა ისე რაფერაც ვიყავით და მე შემოჩაჭდა რაღაცები მიზეზები ალბათ ასაკიც მოგვემატა და რაღაცები და ეგიც მაგრამ სასწაულია იგივე ტურაშვილ ჯინსების თაობა მე ჯინსების თაობას ვამბობენ მე ჩემი წარმოდგენა მაგაზე ყველას თავის ამეგობრო ყავს იქ ხო მაგრამ უკვე ისეთი რამეა ხო ჯენსი გასაგებია მაგრამ რომ მითხრა მე ჯენსი თაობის არ მითხრა მე ჯინსების ავარ რა შეიცვალა მე ჩემას აი ჩემმა ტოლმა და თანამეაზროვნემ მათქმევია ეგ სიტყვა და აი ჯენსის თაობა ალბათ ტელევიზორმა მათქმევია იმ ბავშვებს რაღაციდან ხომ მოუტანეს ალბათ უფრო და რაღაცა არ გახდნენ ხო სხვანაირ რამე ქართულად ეთქვათ მაინც რამე ისეთი ხო რამდენი სათქმელი გვაქვს ბევრი ძალიან იცი რა ვერ მართალი და რატო იყო ეს პერიოდი ის დრო მაგარიცი დედაზგებიცები არ არსებობდნენ პოლიტიკოსები. ჩვენ აღმოვჩნდით და ჩვენ არ ვაღიარებდით რომ პოლიტიკოსები ვიყავით. უბრალოდ ჩვენ ვიყავით ჩვენი შეხედულებებით, მე რომ მოვიდნენ, მე გაიყო რაღაცები, მაგრამ ჩვენ ძმობაში არაფერით არ გაყოფილა. მე ამ ქალაქში ჩამოვედი და ვარაფერიცი ყველა ამ ადამიანების ოჯახში ყველასთან შემიძლია ღამის გათევა. და ეს რაღაცა არა მარტო იმათ შენზეც მეტყველებს და იმათზეც მე შეიძლება იმგეს ვერც ნახულობდი მაგრამ აი ის რო არსებობდა და მე რო ვარსებობ ამან მომცა საშუალება რომ მე ასეთი ლაღად ყოფილიყავი ამ ქალაქში იმდენ სიყვარულს გძნობ აი იმდენ რაღაცებს გძნობ რომ იგი სულ არ მაშინებს მიწხამაღლა მიტრაგებს რა აი იგიც კიდე დავიღალე თორე კაია მაგას ვიკეთებს კი მაინც იცი მისთან არის საქმე და ერთ რამეს კიდე აი მას ვიტყოდი რომ ყველას ვთხოვ აი ამ ქვეყანას იმ არტისტებს იმ ყველას რა ვიცი მუსიკოსებს ამას იმას რომ დაანებონ ბავშვებს თავი საოცარი ქართულენოვანი აი რაფერები იცი ყველაფერს სიმართლეს რო ამბობენ არავითარი მუსიკოსები არ არიან
მოგამბლებს აფერი არ გამოვა მაგინისგან, როგორც სხვა რამესაც რო გააკეთებენ, იგივე სიტყვიან. უკმაყოფილები კი არ არიან. უთხრდებათ, რომ ამნაირ საზოგადოებაში ცხოვრობენ და ამას მღერია. უღრმესი მადლობა. და ახლა იმისთვის რომ ხარ საერთოდ, ძალიან დიდი მადლობა. და ჩემო ძალო. შენ გეგონა არ დახვდებოდით ასე? მადლობა. მეგულში ყველას ხოჭ რა მიყვარხარ. კი, და ვისგან გიცნობ ხოჭ რა ფერ გულში მატკივრობ იმგეს ყველას. ვისაც ჩვენი ესმის საერთოდ. დიდი მადლობა, რობი და დროებით გემშვიდობებით.